ირანის ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობა გაიზარდა, რაც ექსპორტის გააქტიურებითაა განპირობებული. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ. ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 1,4 მილიარდი ლარი დახარჯეს, თანხის 59%-ით ლუქს ბრენდების პროდუქციის შეძენა მოხდა. გელახანიშვილი აგრობიზნესში დაბრუნდა და შინდისში ესპანური ჯიშის ატმის ბაღებს აშენებს, ინვესტიცია 7 მილიონი ლარია. ტურიზმის ადმინისტრაციამ ბრიტანულ Sorted Ventures Limited-თან 165,200 ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც ითვალისწინებს Sorted Foods-ის YouTube არხზე 3 სრულმეტრაჟიანი და 6 მოკლე ვიდეოს გამოქვეყნებას. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო, მენუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ირანის ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობა გაიზარდა. ბოლო 2 თვეში ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 56,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5%-ით მეტი, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 2 თვესთან შედარებით 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო 2 თვეში საქართველოდან ირანში გაზრდილია ექსპორტი, რაც წლიურად გაორმაგებულია, იმპორტი კი თითქმის იგივე რაოდენობით ფიქსირდება, რაც გასულ წელს თავის მხრივ ექსპორტში მნიშვნელოვანი მატება. ამ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება, კერძოდ თუ კი 2025 წლის იანვარ-აპრილში ირანში მხოლოდ ერთი ავტომობილის ექსპორტი დაფიქსირდა 40,000 დოლარის ოდენობით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ირანში ექსპორტირებული ავტომობილების რიცხვმა 825-ს მიაღწია, ჯამურმა ღირებულებამ კი 13,6 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მიმდინარე წლის 4 თვის სტატისტიკას, ირანში ექსპორტზე გატანილი მთავარი საქონელი არის მსუბუქი ავტომობილები 13,6 მილიონი დოლარი, ასევე ხე-ტყის მასალა 2,2 მილიონი დოლარი, ფეროშეადნობები 1,6 მილიონი დოლარი. რაც შეეხება იმპორტს, ირანიდან იმპორტირებული მთავარ საქონელში შედის მოსაპირკეთებელი ფილები 8,7 დოლარი, წნელები, ნახშირბადიანი ფოლოდისგან შექმნილი 5,1 მილიონი დოლარი, ასევე ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში 4,7 მილიონი დოლარი. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზა მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, არა იმდენად, რომ გერმანიამ საკუთარი ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალში ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაში გაცვალოს. ამის შესახებ ფიშერმა ბათუმელებთან ინტერვიუში განაცხადა, ასე უპასუხა ელჩმა კითხვას, დახუჭავს თუ არა თვალს ევროკავშირი მთავრობის ზოგიერთ ქმედებაზე, რადგან საქართველო მისი სატრანზიტო მდებარეობისა და დაკავშირებადობის გამო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირი 27 სახელმწიფოა და ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი თვალს დახუჭავენ. გერმანია ამას ნამდვილად არ გააკეთებს. ადამიანის უფლებები არსებითია. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება დავიცვათ ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში, ამბობს პეტერ ფიშერი. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის უპირატეს ინვესტორად მიჩნეულ კონსორციუმ CCC-სთან საკითხები ისევ შეუთანხმებელია. რა საკითხებზე ვერ მოხდა შეთანხმება ტენდერის დასრულებიდან 2 წლის თავზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქრივიშვილი ამბობს, რომ კონსორციუმთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვთ, იმ დაშვებით, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხდება. როგორც მან ტელეიმედში განაცხადა, პორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო პირველ ეტაპზე აღმჭერის მშენებლობას და დაღრმავების სამუშაოებს სრულად სახელმწიფო განახორციელებს და ის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მთავრობის გათვლებით ინვესტორი უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ეტაპზე ჩაერთვება. მინისტრმა პირდაპირ ეთერისას თქვა, რომ ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2032 წელს მიიღებს, თუმცა მოგვიანებით სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას და პორტის გახსნის თარიღად კვლავ 2029 წელი მოიაზრება.
2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1,19 მილიონი კვადრატული მეტრი შეადგინა. ამის შესახებ გალტენდაგარდის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დედაქალაქის საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბაზრის ყველაზე დიდი წილი 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. გალტენდაგარდი წერს, რომ მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია განთავსებული. ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით 358,000 კვადრატული მეტრი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-2025 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამაგდა. დოკუმენტის თანახმად 2026-2028 წლებში დაგეგმილი პროექტების მიხედვით ბაზარს 100,000 კვადრატული მეტრი დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. რაც შეეხება მოთხოვნას მაღალ კლასზე, ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნიან. გადავხედოთ საოფისე ბაზარს 2019 წელს, სადაც იდგა, საშუალო ვაკანტურობის დონე ჰქონდა 10%, რაც საკმაოდ ჯანსაღი ნიშნული არის, უნდა აღვნიშნო. ამის შემდეგ 2019-25 წლებში მიწოდება საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა, და ზრდის ტემპი იყო 56% ჯამურად. ძირითადად ეს იყო იმის გამო, რომ მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები, რაც 2019 წლამდე საკმაოდ ლიმიტირებული იყო ბაზარზე, მნიშვნელოვნად გასამაგდა მათი მოცულობა. თუმცა მეორე მხარეს მოთხოვნას თუ შევხედავთ, ამავე პერიოდში მოთხოვნა მიწოდების ზრდის ტემპს გადააჭარბა. აქ ორი მთავარი სექტორი იყო, რამაც ეს გამოიწვია. ერთი იყო IT სექტორი, სადაც ამ პერიოდში 120% იყო გაზრდილი დასაქმება, მეორე ფინანსური სექტორი, თითქმის 30%-იანი ზრდა ჰქონდა. თუმცა მომდევნო 3 წელიწადში დღეს უკვე დაგეგმილი პროექტების ფონზე ველოდებით, რომ მინიმუმ 100,000 კვადრატული მეტრის ახალი ბიზნეს ცენტრები გამოვა. ანუ მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ გაიზრდება მომდევნო 3 წელში, რაც გამოიწვევს ვაკანტურობის ზრდას. და ამის შემდეგ უკვე იმისათვის, რომ ბუნებრივი მოთხოვნის პირობებში, როდესაც ბუნებრივი მოთხოვნა ორგანულად იზრდება, იმისთვის, რომ ამან აითვისოს ბაზარზე გაზრდილი მიწოდება, ვფიქრობთ, რომ 2029-31 წლებში ახალი მიწოდება დროებით უნდა დაპაუზდეს. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში, როგორც ფიზიკურად მოგზაურობისას, ისე ონლაინ რეჟიმში 3,8 მილიარდი ლარი დახარჯეს. ამის შესახებ გალტენდაგარდის თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების კვლევის ანგარიშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მზარდია. მაგალითად 2023 წელს ეს მაჩვენებელი 2,2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 2,19 მილიარდი ლარი. საინვესტიციო ბანკის თანახმად 2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3,8 მილიარდი ლარის დანახარჯებიდან თანაბარი წილი 1,9 მილიარდი ლარი ფიზიკურ ვაჭრობასა და ელექტრონულ კომერციაზე მოდიოდა. რაც შეეხება დანახარჯების სექტორულ განაწილებას საზღვარგარეთ, შესყიდვების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის 36%, სახლის მოვლაზე 17%, ხოლო ელექტროტექნიკაზე 12%. ამასთან კვლევის მიხედვით საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების თითქმის ნახევარი 49% ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის, თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ სეგმენტის მიწოდების დეფიციტი იკვეთება, კერძოდ თბილისის წამყვან მოლებში ტანსაცმლისთვის გასაქირავებელი 100,000 კვადრატული მეტრი ფართობიდან ლუქს ბრენდებს მხოლოდ 2% უჭირავს, შედარებით უკეთესი მდგომარეობა ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე, სადაც ტანსაცმლისთვის ათვისებული 32,000 კვადრატული მეტრიდან ლუქს სეგმენტს 28% უჭირავს. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 15 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით დროებით.